სისხლიანი დაპირისპირება გორში, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორ პირს მამაშვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად შვილი 1993 წელს დაბადებული გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი 1970 წელს დაბადებული დავით ცაციაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების ცნობით დაჭრილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მას გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. კლინიკაში 10 საათსა და 14 წუთი არის შემოყვანილი საშუალო ასაკის მამაკაცი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით შემავალი გულმკერდის და მუცლის ღრუში. იყო უმძიმესი ტრაუმული შოკი. პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ და პირველად დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ შეყვანილი იქნა საოპერაციოში, სადაც აღმოჩნდა როგორც გულმკერდის, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება და სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა. ერთი ჭრილობა ჰქონდა? არა, მრავლობითი ჭრილობები იყო, მინიმუმ 3. ახლა დაანჩენს უკვე მე დაანჩენი რა ჭრილობა იყო, სად იყო და როგორ იყო, ამას ყველაფერს იკვეთების ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, 1975 წელს დაბადებული სერგო ახალკაცი. გარდაცვლილი სახლობლების თქმით მოკლული მამაშვილი ბრალდებულს კარგად იცნობდა და წლების განმავლობაში ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობდნენ. სხვა დეტალებზე საუბარი უჭირთ. მამაშვილი იყვნენ და ის კიდე გვერდზე თანამშრომელია. ეჭმიტანილი ვინც არის? ხო. კი. დანარჩენი არაფერი არ ვიცი, რა ვიცი. არაფერი არ ვიცი. იყვნენ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც შეესწრნენ რა კონფლიქტს რა, ძალიან თუდად არის ეს ქალბატონები იყვნენ, აქ მაღაზიის გოგუები იყვნენ, ეგენი შეესწრნენ და აი წინაპირობა არავინ არ იცის, ალბათ იცის მაგ არაკაცმა და რავი რა სხვა რა გითხრათ რა. გაუბედურდა ორი ოჯახი. მამაშვილი იარაღით არ დადიოდნენ და არც ის არ დადიოდა იარაღით. ყოველ შემთხვევაში არავის არ უნახავს იარაღით ევლოს მაგას. მაგრამ დღეს რა მოხდა, ან გუწინაპირობა რა იყო, ან რატომ მოვიდა იარაღი, კაცმა არ იცის რა. 10 საათზე იღება ჩვენი სავაჭრო ცენტრი, მოვედით სადღაც 11 წუთები იყო და უკვე მომხდარი იყო ეგ. ძალიან კარგი ხალხი იყო მამაც და შვილიც ხალხო რა მოგიყვეთ. ძალიან კარგი მშრომელები, პატიოსანი ხალხი, მშრომელები შრომობდნენ დღე და ღამე. სხვა რა უნდა ვთქვა. სავარაუდო ეჭმიტანილიც აქ მუშაობდა თქვენთან? კი, გვერდით 2 მეტრში იყო ისიც. მაგის მაღაზიის გვერდით იყო ისიც. მანამდე თუ ჰქონდათ კონფლიქტი? არ ვიცი ახლა. ეგეთი არავის არ უნახავს აქ რომ ან კონფლიქტი ან ჩხუბი ან რაღაც. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 10 საათზე წმინდა წყლის დასახლებაში სავაჭრო ცენტრ გალერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მამაშვილს ესროლეს. შვილი ადგილზე დაიღუპა, მამა კი საავადმყოფოში. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განსწრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.